გამარჯობეთ იყოთ მეგობრებო. დღეს ჩვენ ცოტა ბევრი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ამ ოთახში ისეთი ტემპერატურაა, საიდანაც პირდაპირ გადაცემა მიდის, რომ ყველა ვერ უძლებს ამას და ამის გამო ბევრი უარს ამბობს. ზოგი პოლიტიკური ნიშნით ამბობს უარს, განსაკუთრებით ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც ყველაფერში გვეთანხმებიან, მაგრამ ჯერ არ არის დრო, რომ გამოვიდეთ. ვიყავით ბატონ ჯუბა ღებელთან ერთად უნდა გამოსულიყავით და გაუძლებდით ორივენი ამ ტემპერატურას, მაგრამ მას ნაცავი გარდაეცვალა და ძალიან ჯერ ერთი რომ საინტერესო პიროვნება, ლიტერატურული საქართველოს რედაქტორი, ბოლო ნომერი და ყველა ნომერი ძალიან საინტერესოა, ეს ნომერი ძალიან კარგია და მიხარია რომ ლიტერატურული საქართველო ასე უბრუნდება ქართულ ოჯახს, ქართულ საგაზეთო სივრცეს და ამის გამო ვერ შედგა ეს ჩვენი შეხვედრა, მაგრამ მომდევნო კვირის დასაწყისში ორშაბათ-სამშაბათს ჩვენ ალბათ დავჯდებით და ვისაუბრებთ, იმიტომ რომ მასთან ძალიან ბევრი რამ არის სასაუბრო, პიროვნება რომელიც იყო ჩვენთან ერთად, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურეთ ჩვენ, არის მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი ძალიან გამოკვეთილი ფიგურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითქმის ერთი წელი იყო ახლა ევროპაში და საინტერესოა მისი მოსაზრებები შედარების თვალსაზრისით და მე ვფიქრობ რომ მომდევნო კვირის დასაწყისში ჩვენ ეს საუბარი გველოდება. ეხლა რომ დავუბრუნდეთ დღევანდელ გადაცემასთან, ქართული ერთობის დარბაზის დროა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ქართული ერთობის დარბაზის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც 2006 წელში ყრილობის ეროვნული ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა შერატონ მეტეხი პალაში 1000-მდე წარმომადგენელი რო ესწრებოდა ამას ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო შემოქმედებითი და კულტურის წარმომადგენლები, განათლება და ასე შემდგომ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და აი მაშინ როცა დავიწყეთ და წარვადგინეთ დოკუმენტი, მე როგორი განვითარება მიიღო მან და მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო ჩვენ ძალიან მე ვფიქრობ საინტერესოდ წარმოვადგინეთ გასული რამდენიმე დღის წინ და მინდა ვთქვა რომ გამოხმაურებები არის ძალიან კარგი, ბევრმა ნახა, ყველას მიმართავ თხოვნით რომ ეს დევს უკვე Facebook-ზე ჩვენ გავიმეორებთ მას, ალბათ ამ დღეებში იმ კვირაში გავიმეორებთ კიდევ ერთხელ და წინასწარ გეცოდინებათ როდის რომ ჩვენ გვინდა რომ თქვენ ბევრი იმას ურჩიოთ, ნახოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი ნახეთ მეცნიერთა კონგრესმა რა დროს, რა პერიოდში, რა პირობებში, რა წინადადებები დაუყენა ხელისუფლებებს და როგორ უარყვეს ის, რასაც დღეს თვითონ ებღაუჭებიან, მაგრამ ვერა, იმიტომ რომ გულში არა აქვთ ეს ამას იყენებენ მხოლოდ იმიტომ რომ თანამდებობები რო შეინარჩუნონ ან მოიპოვონ. როცა თანამდებობის მოპოვებისათვის მიდიხარ ურაპატრიოტიზმის გზით ან თანამდებობის შენარჩუნებისათვის ურაპატრიოტიზმით და მოპოვებისათვის ურაპატრიოტიზმით, ეს უკვე კატასტროფაა და რეალურად ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დღეს სწორედ ამ საყრდენზეა. ყველაფერი ურაპატრიოტიზმი შეზავებული ულტრალიბერალიზმთან იმისთვის რომ ერთ ნაწილს უნდა ამით მოიპოვოს ხელისუფლება, მეორე ნაწილს უნდა რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ერთიც და მეორეც ანტიქართულია. ქართული სხვა რამეა და ამ საკითხებზე არაერთ გზის გვისაუბრია. ის ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში და ჩვენს პრინციპულ დოკუმენტებში არის ჩამოყალიბებული, თუნდაც აი იმ დოკუმენტში, რომელსაც ქვია მოქმედების მანიფესტი, ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო. ჩვენ დღეს სამ ნაწილად გავყოფდი მე ჩემს დღევანდელ გამოსვლას. პირველი თითქოს ბევრს დარჩა შთაბეჭდილება რომ ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა. მე საკითხს ასე ვაყენებ. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? საკითხი ასე დგას. მე ვფიქრობ რომ ეს ღირს ამის განხილვა. პირველი ნაწილი ეს არის, მეორე ნაწილია ევროპა თუ რუსეთი რა დაიკარგა ამ ბრძოლაში და ვინ იგებს და რა პოზიცია უჭირავს ჩინეთს და რატო ვიყავით ჩვენ წინააღმდეგი ჩინეთთან იმ ხელშეკრულების, რომელსაც ხელი მოაწერა და მესამე ეს არის რადით ჩანს კარგავს სახელმწიფო დღეს, როდესაც ჩვენ ვთამაშობთ იქეთ-აქეთ და
არ ვითვალისწინებთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაა, მსოფლიო გამოცდილებაა და მეცნიერთა კონგრესმა ეს ერთმანეთ შეკრა, რომელსაც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ქვია. დავიწყოთ პირველი ნაწილით. ამ დღეებში გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლის ესე იგი გამოსვლა, რომელშიც ძალიან ბევრი რამ დათალი გითხრათ, რომ შევწუხდი, რომ ისეთი მოსაზრებები ევროპასთან დაკავშირებით, ამერიკასთან დაკავშირებით თავარს მალავენ, ჩვენ ამას ვიტყვით, მაგრამ აი აქ ითქვა იმის თაობაზე, რომ კორუფციის წინააღმდეგ რომ ძალიან ბევრი ვინმე თურმე კორუფციაშია გახვეული ხელისუფლებაში. და ეხლა ისინი ათასნაირ რაღაცებს იგონებენ იმისთვის, რომ როგორმე, ესე იგი, გადაიყვანონ ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლიდან. მე გამოვაქვეყნე მიმართვა და ასეთი სათაური აქვს მას. ბატონო ირაკლი, ასეთი განცხადებები ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება და არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მე აქ ვამბობ ერთ რამეს, რომ 30 წელია საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული. ეხლა ვინმე იტყვის, რომ და ეს სისტემა ეწევა კორუმპირებულთა ტირაჟირებას. წესიერი კაცი ვერ გაძლებს ამ სისტემაში, თუ ძალიან ძლიერი არ არის, თუ არ გახდა კორუმპირებული. ხელისუფლებებს, პირველ პირებს და ჩვენს ვინც გარედან პატრონობს, იმათ აწყობთ, რომ ყველა იყოს რაღაცაში შემჩნეული, არო კომპრომეტირებული იყოს, განსაკუთრებით ეს თუ ეხება მოსახლეობა ძალიან მძიმედ აღიქვამს, როდესაც გამოქვეყნდება, რომ ეს არის პირობითად ვამბობ, რომ კორუმპირებული. ვიმეორებ, 30 წელია, 30 წელზე მეტია მართვის სისტემა ეწევა კორუმპირებულთა ტირაჟირებას. და საჭიროა მისი შეცვლა და არა პარტიულობების წინააღმდეგ ბრძოლა. ეხლა ვინმე იტყვის, რომ კი, მაგრამ ეხლა გაგახსენდათ ეს. მე ამიტომ მჭირდება ზოგიერთი რამის სიძველიდან ამოღება, თორე არავითარი სურვილი ამისი არ მაქვს. მოგმართავთ პარლამენტის წევრებს, ან ვინც დაინტერესდებით ამით, Facebook-ზე ძდებს. 1997 წლის 13 ივნისს მე მოვიპოვე, არ მაძლევდნენ ტრიბუნას, მოვიპოვე, ბრძოლით მოვიპოვე ტრიბუნა პარლამენტში და მივედი რის სათქმელად. იმის სათქმელად, რომ ქვეყანაში სისტემაა კორუმპირებული და ნუ ვებრძვით წინა პიროვნებებს შევცვალოთ ეს სისტემა. ვიმეორებ, ეს დებს Facebook-ზე. თეთრები წერტილი org, ვინც შევა ამ ვებ გვერდზე, იქაც დებს 1997 წლის 13 ივნისს ეს გამოსვლა. სადაც მე პარლამენტს პირდაპირ უთხარი, რომ თქვენ ქმნით კორუმპირებულ სისტემას, ტრიბუნასთან მდგომა უთხარი, რომ თქვენ ქმნით კორუმპირებულ სისტემას და ლამის ჩამქოლეს იქ მაშინ, მაგრამ ვთქვის, რაც ხალხის სათქმელი იყო, ვთქვის, რაც მეცნიერებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. არა იმიტომ, რომ მე ამ შემთხვევაში ვინმეს უპირისპირდებოდი, არა, ეს იყო მოქალაქეთა კავშირისა და ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის აღორძინება თუ ნებისმიერი ვინც იყო და მთელი პარლამენტისთვის. ეს იყო ტრაგიკული გამონათქვამი და ტრაგიკული შეფასება. ძალიან ბევრი, ვინც მაშინ იყო იმ პარლამენტში, დღესაც არიან პარლამენტში, სწორედ ის კორუმპირებულები, რომლებიც მაშინაც იყვნენ, დღესაც არიან. ესე იგი, ჩვენ ეს ასეთი რომ არის ეგ სისტემა, როგორც გითხარით, რომ ჩვენ დღეს და გუშინ არ დაგვიწყია ამას საუბარი, ძნელი იყო 1997 წელს ტრიბუნასთან მდგომ მერს და გუბერნატორს ერთდროულად ვიყავი მაშინ. ამ გამოსვლის შემდგომ მე დამიყენეს საკითხი, რომ ქალაქის მერი აღარ უნდა ვიყო და მე ვითხოვდი იმას, რომ მე არ მინდა გუბერნატორობა, იმიტომ რომ უუფლებოა ყველაფერი ესენი და პირადი ავტორიტეტი და ამიტომ ვითხოვდი იმას, რომ დავრჩენილიყავი ქალაქის მერად. არა, ეს არ გააკეთეს, იმიტომ რომ იქ ძალიან ძლიერად ქონდა მოფიქრებული, როგორ უნდა გვებრძოლა ყველაფერი ამის წინააღმდეგ, მაგრამ ჩამომაცილეს ამ გამოსვლის შემდგომ, ნახეთ ყველაფერი და 97 წლის იმიდან უკვე მე აღარ ვარ, როგორც ითქვიან, აღარ ვარ 97 წლის შემდგომ, აი ამ გამოსვლის შემდგომ მე აღარ ვარ ესე იგი გუბერნატორი და ამას ვამბობ იმიტომ, რომ კარგად წარმოიდგინოთ თქვენ რა იყო ჩემთვის მაშინ ამის თქმა. მაგრამ მიუხედავად ამისა გავრისკე მაინც და ყველას თავის სათქმელი მე უთხარი და მადლობა იმ მეცნიერებს, რომელთან ერთადაც ვამზადებდი მე ამ გამოსვლას
და ვარ ბედნიერი რომ აი ესეთი გამოსვლა შედგა პარლამენტში მაშინ პარლამენტარებს მოგმართავთ ნახეთ 1997 წლის 13 ივნისის გამოსვლა პარლამენტში და ნახავთ უკვე მაშინ რა პრობლემებზე საუბრობდით და კი მაგრამ იმის შემდგომ ამდენი ხელისუფლება შეიცვალა და ეს პრობლემები გაღრმავდა და არ შემცირდა ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი რომლითაც მე დავცილდი პოლიტიკურ პარტიებს და გადავერთე მეცნიერებთან მუშაობაში იყო ის რომ პრაქტიკულად ყველა პარტია იყო წინააღმდეგი იმისა კორუფცია მოსპობილიყო ხელისუფლებაში და ვატყობდი იმას რომ ხელისუფლებაში მოდიოდნენ და მოდიან კორუფციისათვის და პირველ პირებს აწყობთ კორუმპირებული იმიტომ რომ ის უკვე რეალურად მის წინააღმდეგ ბრძოლა ადვილია და ამიტომ კორუმპირებული ადამიანი ამიტომ ხდება ტირაჟირება კორუმპირებულთა საქართველოში უამრავი ადამიანი აქციეს სისტემამ აქცია კორუმპირებულად არც ქონდა ეს სურვილი დღესაც ვამბობ დღეს ძალიან ბევრი პიროვნება ნებისყოფ არ ყოფნის და იძულებულია რომ გახდეს კორუმპირებული თორემ იმ სისტემაში ვერ დარჩება ამიტომ არ უნდა სისტემის დატოვება იმიტომ რომ მაღალი ხელფასებია კარგი პირობებია აი როგორც იტყვიან ესეთი რძის მდინარეები ცხოვრება მისი ცხოვრება და ამიტომ იქიდან გამოსვლა არ უნდა ეს სისუსტეა თავიდან ბოლომდე და ამის გამო რჩება იქ მაგრამ ხდება კორუმპირებული ვინც გაუძლო იმას ვერ იტანს ეს სისტემა წესიერ საქართველოში 30-35 წელია სისტემა ვერ იტანს წესიერ ხალხს მოსახლეობასთან მაქვს მე ყველაზე ძიმე სათქმელი ამ შემთხვევაში რომ რატომ გირჩევნიათ თქვენ კორუმპირებული ადამიანები რომ ირჩევთ ამას რატომ გირჩევნიათ რომ ფული იყოს მთავარი და არა ინტელექტი არა ენერგია არა გამოცდილება არა წესიერება ფულია მთავარი დღეს რეალურად და აი ამიტომ მე მაშინ როდესაც მთელი კაცობრიობის გამოცდილება ამბობს რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნები იმარჯვებენ სადაც ხელისუფლებაში არიან ინტელექტით სავსე ადამიანები ენერგიული ადამიანები გამოცდილების მქონე ადამიანები და ესენი არიან წესიერები რომ პირველი სამი წესიერების გარეშე კარგავს ძალას აი ესაა გამოცდილება მსოფლიოსი ჩვენ მივდივართ იმ გზით რომ კორუმპირებულების ტირაჟირებას ვინც გთხოვს აი იმ ხალხს კორუმპირებულთა ტირაჟირებას ითხოვდა შევარდნაძის დროს იყო სერიოზულად ეს მაშინ უთხარი ტრიბუნიდან და ახლა ვერ დამძრახავს ამას სააკაშვილის დროს იყო კატასტროფულად დამძიმებული ეს და იყო კორუმპირებულთა ტირაჟირება ბიძინა ივანიშვილმა ეს აქცია როგორც იტყვიან ესე იგი რეალურად ბიძინა ივანიშვილი წესიერ ადამიანს ვერ იტანს ამიტომ ჩემთვის სასაცილოა აი იმის განცხადება რომ აი თურმე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ამათვის ნიშნავს იმას რომ ასე იგი ებრძოლონ პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური ოპონენტები მათ გაუჩნდათ უკვე არა მარტო ოპოზიციაში არამედ ისინი მის ხელისუფლების წიაღშიც არიან დღეს კიდევ რომ ინარჩუნებენ წევრობას ოცნების ან კიდევ რომ გამოვიდნენ ოცნებიდან მაგრამ რეალურად წავიდნენ ოპოზიციაში ძალიან ბევრი ესენი დღეს ყველაზე მეტად ვინც აშინებს ბიძინა ივანიშვილს ეშინია ფულის მას აქვს ფული მან იცის ფულს რა შეუძლია და ამიტომ მეორე მხარეს მას წესიერი კაცს არ ეშინია მას შიშველი ხელებიანი ადამიანებს არ ეშინია ვინც მეტროთი დადის და ვინც ხალხის ცხოვრებით ცხოვრობთ იმის არ ეშინია მას ეშინია ფული არის ხალხისთვის ვინაა კარგი ხალხისთვის არის კარგი ის ვინც ხალხის ცხოვრებით ცხოვრობს მაგრამ ეს არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის კარგი ბიძინა ივანიშვილისთვის კარგია ის ვინც არის კორუმპირებული და არის მის გვერდით მაგრამ თუ წავიდა მისი რიგებიდან ამ შემთხვევაში ხდება მისი მტერი ჩვენ არ გაგიკვირდებათ რომ შიგნითაა დიდი ბრძოლა ახლა ბრძოლა იმიტომ კი არ არის რომ ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილის ფული უნდა მიეტანათ ბიძინა ივანიშვილთან ბიძინა ივანიშვილის ფული კი არ უნდა ბიძინა ივანიშვილს ეშინია იმ მოპარული ფულის არჩევნების დროს ამიტომ ესაა პრინციპული აქ მას ფული აქვს მაგრამ მან იცის რომ აი 300 მილიონი რომელზეც ამბობენ რიჟვაძესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კიდე სხვა პრემიერ-მინისტრებთან რომლებიც იყვნენ ისე და ესენი რომ იციან რომ მათ ფული აქვს და ფული აქვს ხაზარაძეს მას ეშინია ფულიანების რეალურად რეალობა ეგ არის ფულიანს
ეშინია ფულიანების. ხალხს უნდა ეშინოდეს ფულიანების და ხალხს უნდა ეშინოდეს ფულის და ხალხს უნდა ეშინოდეს იმის, ვინც ყიდულობს საარჩევნო ხმას. ხალხს უნდადეს წესიერი ხელისუფლებაში თუ გვინდა რომ ამ ქვეყანაში მართლა ბედნიერებით და კარგად ვიცხოვროთ. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ამ წყლის, ხაერის, სითბოს, ბუნების და ამ სიმდიდრის ქვეყანაში ცუდად ცხოვრობდეთ, ამ ადამიანური რესურსების, ამ ბუნებრივი რესურსების, ამ ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალის პირობებში როგორ შეიძლება ცუდად ცხოვრობდეთ ჩვენ? როგორ უნდა ცხოვრობთ? რატო ცხოვრობთ ცუდად? იმიტომ რომ საქართველოში სისტემაა კორუმპირებული. ვიდრე ამას მოსახლეობა ვერ გააცნობიერებს, არ გააცნობიერებს, ვიდრე მოსახლეობა ფულიანს კი არ დაუწყებს უკანს დევნას, არამედ ინტელექტს, ენერგიას, გამოცდილებას და წესიერებას და ვადრე არ დააყენებს წინ, მანამდე ეს ქვეყანა წინ ვერ წავა, რაც დრო გავა, მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდება და ღარიბი უფრო გაღარიბდება. ეს დოკუმენტი დევს საიტზე. მე არ მინდა რომ ვთქვათ ახლა აქ რაღაც ბევრი იმას შევეხო, მაგრამ მე აქ გამოვიყენე რომ თქვი ერთი რამ რომ მეცნიერთა კონგრესმა ესე იგი ხფოსახტაცებით შეხვდნენ პრემიერ-მინისტრის არაერთ გამოსვლას, მათ შორის ძალიან ცნობილი ტელევიზიები და სხვები, რომლებიც სახელისუფლებაა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. აი მე ნელ-ნელა ჩავიკითხავ ამას, რომ იყო სულ რამდენიმე ხნის წინ მეცნიერთა კონგრესმა დასკვნის სახით გამოაქვეყნა, რომ ფულით მოპოვებული ავტორიტეტი ყალბია, მაცდურია, ხალხის მატყუსატყუარაა. ანგრევს ქვეყანას, მხოლოდ ინტელექტით მოპოვებული ავტორიტეტი აშენებს ქვეყანას და ქმნის მის მომავალს. ჩვენ მაშინ მივმართეთ ბიძინევანიშვილს, ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას და მათ დანაყოფებს, ასევე თანამემამულეებს გვეთქვა დღეს თუ წინა ხელისუფლებებში დააკვირდით, მივმართეთ და გითხარით წინა ხელისუფლებებში, რომელი მაღალი რანგის ის კი არ გვინდა რომ ამბობთ რომ ზოგიერთი და ამ ზოგიერთში თქვენ იმას კი არ ამბობთ რომ კორუმპირებულს იმას კი არ არქმევთ, ვინც თქვენს რიგებშია. მე გეუბნებით 99% ხელისუფლებაში და პარლამენტში კორუმპირებულია. ხომ ძინა განცხადებას ვაკეთებ? და მე ხელისუფლებას ვეუბნები რომ თქვენ ის კი არ ჩამოთვალოთ, ან ხალხს კი არ ვეუბნებით, ის კი არ ჩამოთვალოთ, ვინაა კორუმპირებული, იმიტომ რომ 99%-ია თუ არ არის კორუმპირებული, იმას გახდით თქვენ კორუმპირებულად. აქ ლაპარაკია, გითხარით, ვინ არ არის კორუმპირებული? და მიმართებე ბატონ ესე იგი კობახიძეს, ირაკლი კობახიძეს და უთხარი რომ რომელი მაღალი რანგის ხელისუფლებას აქვს მოპოვებული ავტორიტეტი და ფული ინტელექტით, გითხარით, რომელი ყველას დიდი ფული აქვს. მე აგერ ერთი მაგალითი მაქვს, გაუცებული ვარ პირდაპირ, აი აგერ ვინმე ხوارავინ არ იცნობთ, მაგრამ თურმე კობახიძის ნაცვლად პარლამენტში როცა გამოვიდა პარლამენტიდან კობახიძე, შევიდა ვინმე ბარვენაშვილი. უძრავი ქონება გახდა, ესე იგი გაიზარდა მინიმუმ 2500 კვადრატული მეტრით და მოიცავს 17-მდე მისამართს. აქ არის მოცემული, ვიდრე პარლამენტში შევიდო და რა ქონდა და პარლამენტში მერე რო შევიდა. ხალხო, თქვენ სადეძებთ კორუფციას. თქვენს ნაცვლად შევიდა ეს ბატონო ირაკლი. და სიაში ყავდათ. ესე იგი, აქ რაები ქონდა და თურმე აი აგერ, აი ადამიანს, რომელსაც დღეს პარლამენტში შევიდა ადამიანი, ესე იგი ბანკის ანგარიშების ნაშთი 2024 წელში რა ქონდა, ეხლა 2025 წელში რა აქვს სერიოზული ცვლილებებია. დღეს ესე იგი ანგარიშები საერთო ჯამში 1,2 მილიონზე მეტი ეკვივალენტი ნაღდი ფული აქვს ხელში, გუშინ დეპუტატი გახდა ერთ წელიწადში. ვალუტა 2024 წელში ქონდა 140,000 რო შევიდა პარლამენტში. ფულიანი გინდოდათ ხო კორუმპირებული. ეხლა 171,000 აქვს. დოლარზეა ლაპარაკი, ევრო 90,000 ქონდა და 100,000 აქვს. კიდე ესე იგი გაზრდილია ესე იგი ბრიტანული იმის რაოდენობა 6 თუ 7,000-ით და სასაული ისინი აქვს. აი აგერ ერთი 2024 წელში ავტომობილები რაც ყავდა, ეხლა 2025 წელში გაორმაგებულია, ბინები რაც ქონდა, ხალხო სადეძებ თქვენ.
ეს კაციებს ზვის კორუმპირებულებს ბატონო ირაკლი თქვენს ნაცვლად ესეთი კაცი რო შეიყვანეთ პარლამენტში ვინ არის საერთოდ იცნობს ვინმე იცნობდა ვინმე ბარვენაშვილს რომელიც შევიდა და ამ რაჯერას იმდიდრე ქონია და გააურმაგა ერთ წელიწადში ეს კაცი თქვენი ყაზრით არ არის კორუმპირებული არ არის ჯერჯერობით ამას ვერ ამბობ თბილისის მერი მსგავსი კორუფცია თბილისში რო არ ყოფილა არასდროს კორუმპირებული გეუბნებოდით რომ გახარია როცა იყო პრემიერ-მინისტრი ამბობდით რომ კორუმპირებულია როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი ბანკიდან და იმიდან რომ მოიყვანეთ ვამბობდით რომ კორუმპირებულია ძალიან ბევრი პიროვნება ვინც დღეს ყველაზე ვამბობდით რომ ვამბობდით მე კი არა ეს იყო დადასტურებული რა თქმა უნდა ამაზე და დეპუტატები შეიყვანეთ ვინც კორუმპირებულია 99%-ია კორუმპირებული ჩვენ მოგმართავთ თქვენ და გეუბნებით ბატონო ირაკლი გვითხარით ავტორიტეტი ვის აქვს მოპოვებული ესე იგი ინტელექტით ავტორიტეტი და ფული ვის აქვს მოპოვებული ვერ მოძებნით რომელიც ცხოვრობდა გითხარით ერთი პიროვნება რომელიც ცხოვრობდა და ცხოვრობს ხალხის განწყობით ცხოვრობს ისე როგორც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გვეტყვით რომელი მაღალი რანგის ხელისუფალი დადიოდა ან დადის მეტროთი ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ იტყვით მაღალი რანგზე მინისტრები მოადგილეები გუბერნატორები მერები ვინმეს თუ უნახავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავრობის წევრები თქვენ რატო ხართ განსაკუთრებულები დაქირეებული ხართ ხალხის მიერ ფუფუნებაში ცხოვრობთ დაქირეებულები და ხალხის სულს ღაფავს შემდგომ ქვეყანაში თუ ყავს ერთი მდიდარი მილიონერი როგორც ამბობენ მწერალი მხატვარი მეცნიერი მუსიკოსი თეატრალი ექიმი პედაგოგი არ აქვს ნებისმიერ ქვეყანაში ჩამოგითვლით მე ორჯერ მეც ვიდრე თქვათ ხელისუფლებასა და მაშინ არიან ხელისუფლებაში არიან რომ წერლები მუსიკოსები ხელოვნების წარმომადგენლები მილიონერები არიან საქართველოს არ ყავს პრაქტიკულად და ამ ხალხს რაღაც გროშებს გადაუგდებენ და იყიდნენ ამის ფულით ყიდულობენ ამის ფულით ეს საწოდაოებიც ნუ გამოდიან და აქებენ ამ ხელისუფლებას ვინც მილიონერი უნდა იყოს იმას 1000-1500 ლარს აძლევენ და გამოდიან და აქებენ ხელისუფლებას ნაშროდსაც უნდა ებრძოდნენ ხელისუფლებას იმიტომ რომ რეალურად თვითონ უნდა იყვნენ მილიონერები და არა ხელისუფლებაში ესე იგი სწორედ ამიტომ ძალაში დავტოვეს ისა რომ მიმართო პრემიერ-მინისტრს და ასეთივე მიმართო შემოუჩებრუნებული კითხვით დავასახელოთ მინისტრები, დეპუტატები, გუბერნატორები, მერები, გამგებლები, საკრებულოთა თავმჯდომარეები, რომლებიც ცხოვრობენ ისე როგორც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ვინც მდიდარია ეს იმდიდრე კანონიერი გზით თუ მოიპოვა. მიამთხოვნეთ 15 ცნობილ ადამიანს მივმართე. ცნობილ ადამიანებს ძალიან რომლებიც იცნობენ საქართველოში ყველაფერს და აი ხელის გულზე რომ აქვთ მთელი ეს პოლიტიკა. და ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ გაცდა ხუთს ერთ-ორ სასახელებენ რომ თანაც არ არიან დარწმუნებული ამბობენ ის მგონია წესიერი უნდა იყოს ამას ამბობენ არავის არ უთქვამს რომ ქალაქის მერია წესიერი არავის არ უთქვამს რომელიმე გუბერნატორზე რომ წესიერია არავის არ უთქვამს რომელიმე დეპუტატზე რომ წესიერია თქვენ გესმით რა მდგომარეობა აქვს ქვეყანაში თქვენ ებრძვით კორუფციას რა კორუმპირებულიაო ნუ ეხლა დარწმუნებული ვარ ესენი წავა იქნება იმ ხალხის მიმართ ვინც თქვენგან წავიდა რა თქმა უნდა ღარიბაშვილი კორუმპირებულია თავიდან ბოლომდე მაგრამ თქვენ ტირაჟირებას აკეთებთ ამ კორუმპირებულების და მე ღარიბაშვილის დამცველი კი არ ვარ და მესი ვთქვათ გახარიას დამცველი კი არ ვარ მე ვარ სისტემის წინააღმდეგი რომელიც არის ტირაჟირებას აწევა კორუმპირებულების და ვიმეორებ ეს 1997 წელს ვთქვი მე აქ გამოვაქვეყნე და აგერ გამოვაქვეყნე ამ 15 ადამიანმა ხომ ასეთი რამ მე ასეთი ხელწერილი მე 97 წელში როცა ვნახე არ გავიდე ეს პარლამენტში ჩემი წინააღმდება მე შევადგინე ხელწერილი და მივმართე პრეზიდენტს და მივმართე მოქალაქეთა კავშირს პრეზიდენტია და იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტია შევარდნაძე პარტიის გენერალური მდივანია მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად
მართვას სახელმწიფოს მართვას მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდი აკეთებდა მიუმართე მათ და უთხარი რომ აი მე შევადგინე მეთქი ხელწერილი ამ ხელწერილს მე ვაქვეყნებ 1997 წლიდან და დღემდე ძალაშია იც აგიკითხავთ ეხლა ამ ხელწერილს და მე მოგმართავ თქვენ ბატონო ირაკლი კობახიძეს რომელსაც $100,000 თუ რა ვიცი 10,000 რაღაც საათი რო გიკეთიათ და სახლები და ესენი სასაულია ყველაფერი რაც გაქვთ და თქვენს პეცესიერებაშიც კი ძალიან ბევრი იმას უკვე ებადება ამიტომ მოგმართავთ ყველას თუ თქვენ წესიერი ხალხი ხართ გააკეთეთ ისეთივე ხელწერილი რომელიც მე 97 წელში შევადგინე და ვინ წავიდა ამ წერილის წინააღმდეგ მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდი მიხეილ სააკაშვილი რა თქვა ქვეყანა გადატრიალდებაო რატო მეთქი იმიტომ რომ ეს ქვეყანა კორუფციაზე დგასო თუ ჩვენ კორუფციას მოსპობთ ეს ქვეყანა ეს არის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები ჩემი არა იმ პერიოდში გაზეთებში ვაქვეყნებდი ამას და ძალიან ბევრი ვინმე შეუძლია ეს ნახოს იმ პერიოდის გაზეთებში მე ხლა ვხვდები რატო დაწვეს ტელევიზია რიონი როდესაც მე წამოვედი იქიდან იმიტომ რომ ყველა ჩანაწერი იქ იყო და გაანადგურეს ყველაფერი მე არ მქონდა და ბევრი რამ გაანადგურეს მაგრამ ის გამოსვლა რომელიც პარლამენტში მქონდა ხო გიდებთ პარლამენტში ხომ არის ეგ ყველაფერი შემდგომი გამოსვლებიც ხო არის პარლამენტში როცა მითხარით რომ აი ჟვანიამ როცა თქვა რომ აი პროგრამა მოგვიტანა მანუ და ოღონდ თელი ესე იგი ყველანი უნდა დაავჯდეთ ყველაფერი და მეორე დღე შემოთავაზეთ შემოთავაზეს შემოდი მოქალაქეთა კავშირში და მხოლოდ მაშინ მივიღებთ ამ პროგრამას მე ვთხარი არ შემოვალ მე დღესაც ვტოვებ ძალაში და ვამბობ ვინც თქვენ წესიერი ხართ ხელისუფლებაში გამოაქვეყნეთ ეს ხელწერილი აი ჩემი ხელწერილი იყო ასეთი მე ჩემი მეუღლე შვილები მე თეიმურა შაშიაშვილი მცხოვრები ქალაქ ქუთაისში გამსახურდიას ქუჩა მე-5 შესახვევი ნომერი 1 როგორც საჯარო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირი ვიზლები ამ ხელწერილს და ის ძალაში არის მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მასედ რომ პირველი მე ჩემი მეუღლე შვილები და დედა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის არც ერთ სამეწარმეო სუბიექტში არ ვფლობთ საწესდებო კაპიტალის წილს ან აქციას და არც ერთი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ არ გაგვაჩნია ფინანსური თუ სხვა სახის პირადი ინტერესები ვინმე მეტყვის ვაუჩერები ხომ მივიღეთ ოჯახმა ეს ვაუჩერები გადავეცი გელათის მეცნიერებათა აკადემიას მე არც ვაუჩერი არ დამიტოვებია მეორე თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის განმავლობაში ჩემი ან ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნული პირთა წრიდან ანუ ჩემი ოჯახის წევრებიდან რომელიმე პიროვნება შევიძენ საცხოვრებელ სახლს მანქანას ან გავხდებით მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი ვაცხადებ რომ ჩემს მიერ ოფიციალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება შეძენამდე ერთი თვით ადრე საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით. მესამე, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესამავისად მაქსიმალურად დავეხმარები, ახაც ვადასტურებ ამას, თითოეულ დაინტერესებულ პირს მოიპოვოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ხელწერილით განსაზღვრული პირობების ნამდვილობის შემოწმებისთვის, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ეჭვი ამა თუ იმ საწარმოო სუბიექტში ჩემი ან ზემოხსენებულ პირთა არაოფიციალური წილის თუ აქციის მფლობელობის თაობას. მეოთხე, პიროვნება, რომელიც წარმოადგენს ამ ხელწერილის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული პირობების უარყოფილ და გამაბათილებელ სამართლებრივად დადასტურებულ დოკუმენტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755 მუხლის შესაბამისად საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მას აღნიშნულ საწესდებო კაპიტალის წილს, აქციას და ამ ხელწერილის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევით შეძენილი სამეწარმეო სუბიექტის წილს, აქციას, სახლს და მანქანას. ვთქვი, რომ მამაპაპისეულის გარდა არაფერი გამაჩნია, თუ სადმე რამეს აღმოვაჩენთ, გჩუქნით, ან მანქანას, ან რამეს, ან თუ შევიძინე შემდგომ და არ გავაკეთე განცხადება, გჩუქნით. მეხუთე პუნქტი. თუ სახელმწიფო სამსახურში ჩემი მოსვლის შემდგომ ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან რომელიმეს აქვს შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მანქანა
ან არის ნებისმიერი ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის სახელმწიფო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755 მუხლის შესაბამისად საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ჩუქნი მას მის აღმომჩენ ნებისმიერ პიროვნებას ზემოთ აღნიშნულ лиц. მე მარტო ჩემზე არ ვლაპარაკობ. თუ ჩემი ოჯახის წევრებს აქვთ საწესდებო სადმე რომელიმე რამეს ფლობენ და ასე შემდგომ და აქვთ იღებენ თანხას, კი ბატონო, ჩუქნით. თუ რა თანხაც აქვს მიღებული იმას. მეექვსე, ხელმოწერა ძალაშია ჩემი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის განმავლობაში, ისე სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ. ხელმოწერილია ჩემს მიერ ხელმოწერილი ჩემს მიერ არის შედგენილი, ხელწერილი ჩემს მიერ არის შედგენილი და სწორია და ხელს ვაწერ თეიმურა შაშიაშვილი. აი ეს არის დოკუმენტი. მე მაშინ დავიჯერებ, ბატონებო, პრემიერ-მინისტრს მიმართავ და ყველას გეუბნებით, მაშინ დავიჯერებ, რომ თქვენ კორუფციის წინააღმდეგ იბრძვით, როდესაც სამსახურში ასე მიიღებთ ხალხს. რომ მოსვლის დროს ხდებს ამ ხელწერილს და თუ რაიმეს მერე სამსახურში სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს გრამე შეიძენს და გააკეთებს, ესე ჩათვალეთ, რომ იმას უნდა ჩუქნიდეს. მე ჩემი ანალიზით ამ მოქალაქეთა კავშირის ხელისუფლების წევრების, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წევრების და ოცნების ხელისუფლების წევრების მიერ ამ მოთხოვნით რომ მიუდგეთ, საქართველოში უსახლკარო არ დაგვრჩება არავინ არ დაგვრჩება უსახლკარო. როგორ თანამდებობაზე მისვლამდე არაფერი ქონდა და თანამდებობაზე მიდი და 5-6 და 10 სახლი გაქვს. შენ ამ ქვეყნის შვილი ხარ? შენ ამ ქვეყნის მტერი ხარ? საათების კოლექციები, მანქანების კოლექციები. წესიერი კაცი თუ ხარ, იმასაც კი არ უნდა კადრულობდე, რომ მიდიხარ უცხოეთში შეხვედრაზე $100,000 საათი არ კონდეს ხელზე, როდესაც მაკრონს თურმე $600 საათი უკეთია ხელზე. თელი ცხოვრება ყველა მიცის ქუთაისში, რომ მე კოსტუმს რო ვიყიდიდი, ჯიბე ამოკერალი თუ არ ქონდა ვკერავდი ჯიბეს. პრაქტიკულად ყველა ჩემი ისინი აი ასეა ძველიც და ახალი, რომელზეც მაქვს, რომ ვინმეს არაფერი ჩაედო ჯიბეში. ჩვენ გვჭირდება სუფთა ხალხი პოლიტიკაში. მე ჩვენ რო ვამბობ ქვეყანას, ეს არის მეცნიერთა კონგრესის პოზიცია. თუ მოსახლეობა ამას ვერ აცნობიერებს და ბანდიტებს დაძდებთ უკან და იმ ხალხს დაძდებთ უკან, რომლებიც აი ესე გამდიდრდნენ და რეალურად აი თქვენი გაღარიბების ხარჯზე გამდიდრდნენ, რა სიტყვით მაშინ და ნუ წუწუნებთ მაშინ, გამოაცხადეთ რომ ხართ მონები და მეტი არაფერი. ეს არის ჩემი პოზიცია, რას ნიშნავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს მოკლედ მე ამ საღამოსაც გადაცემა 23 საათზე მაქვს Facebook-ზე ყოველ შაბათს და ასე იგი პარასკევს 23 საათზე მაქვს გადაცემა. იქაც ძალიან პრინციპულ საკითხებზე ვსაუბრობ, აი ამას ზოგიერთ რამეს გავიმეორებ და შევეხები კიდე. თქვენ თუ გინდათ ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, პირდაპირ გეუბნებით. მოგვეცით, გინდათ ერთი სამინისტრო, გინდათ ერთი რომელიმე მერია, თბილისის მერია ყველაზე კარგია. 10 დღის განმავლობაში ჩვენ გაჩვენებთ რა კორუფციაა. რა კორუფციაა გაჩვენებთ ყველაფერს. მაგრამ თქვენ კორუმპირებულები გაწყობთ. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გამოცხადება იმის თაობაზე, რომ ორმა პარტიამ, რომელსაც თითქოს არ უნდა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ეს გახარია ხაზარაძის გუნძია ლაპარაკი. ეხლა ევროპა რო არ გთხოვს თქვენ მონაწილეობას არჩევნებში, ფაქტია. ამერიკა რო არ გთხოვთ, ფაქტია. ვის აწყობს დღეს არჩევნებში მონაწილეობა? თქვენი რუსეთს, ირანს, ჩინეთს. თქვენ გიკვირდათ მე როცა ვამბობდი, რომ შენიღბულად ძალიან ბევრი რუსულ თამაშს თამაშობს თქო. მე არ ვარ არავისთან დაპირისპირების წინააღმდეგი. მაგრამ ის რომ თქვათ შენიღბულად რუსულ თამაშს თამაშობენ,
ეს აშკარაა გამოჩნდა უკვე, ხო, კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა. და რუსული თამაში მარტო იმაში არ არის, არჩევნებში შეიდოთ მონაწილეობას. დაცინვა არ არის თბილისის, რომ თქვენ შეთანხმდით იმაზე, რომ ელისაშვილი იქნება თქვენი კანდიდატი მერობის. დაცინვა არ არის თბილისის. ვინც ამას დაცინვად არიღებს, მე ხომ მას არ ვებძვი პიროვნულად. რისი ქალაქის მერი, რა ქალაქის მერი? რაც თქვა რაიმე მე რომ მივდივარ პარლამენტში ესეთი ის იქნება ჩვენი ისა რა ქვია მივდივარ იმიტომ რომ ასეთი საკანონმდებლობა მიიღონ საარჩევნო არაფერი არ მიიღეს და მეორე კიდე რომ თქვენ ხელისუფლების რო ხართ იმით დადასტურდა რომ დამცველი სახალხო დამცველი თქვენგანაა რეკომენდირებული და როცა ხმალამოღებული უნდა იყოს სახალხო დამცველი ხედავთ დღეს რა პოზიციაზეა და ვინ ხართ თქვენ ვინ ხართ? გახარიამ და ხაზარაძემ რომ დაცინეს თბილის მე მსგავსი დაცინვა არ ვიცი. მერობის კანდიდატი ელისაშვილი. ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ან გიყიდეს ან რაღაცა გაქვთ ისეთი რომ არ გიჭერენ და გამოგიშვებენ იქედან რომ ეს ნიშნავს იმას რომ რიხი-რიხინით აირჩევენ კალაძეს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული პიროვნებას. აი ეს არის რეალობა დღეს პოლიტიკა. რომელიც არის ადვილია ჩემთვის ამის თქმა არ არის. მე ზოგჯერ მარტო რომ გამოდივარ, იმიტომ რომ არ ჩავაყენო უხერხულობაში ვინმე გვერდით მჯდომე, იმიტომ რომ ეს ჩემი პრინციპული პოზიცია, მე ამასავლაპარაკობ რომ მესტიერთა კონგრესი, რაღაცა მესტიერთა კონგრესი არის პროგრამები, დებულებები და ყველაფერი, მაგრამ პოზიცია რომელიც აი ასე ვაყალიბებ, ეს არის ჩემი. ეხლა რაც შეეხება რაც მაქვს დრო რომ ამას შევეხო ლაპარაკი არის ჩვენთან მიდის ბრძოლა ომი ერთი ნაწილი ამბობს რომ ევროპა და მეორე ნაწილი რუსეთი ევროპა თუ რუსეთი საერთოდ ჩვენი პოზიცია რომ საკითხის დასმა არასწორი და დანაშაულია საკითხის ასე დასმა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში პუნქტი რომელიც ძალიან ლაკონურად წერია აი ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა გელათში მიღებული რომლის მთავარი ის არის ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად აქ ჩვენ ჩავწერეთ საქართველო არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების დაპირისპირების ქვეყანა სხვა ქვეყნების ინტერესთა დაპირისპირების ქვეყანა საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედდების ქვეყანა. რა ხდება საქართველოში? არასდროს საქართველოში პრიორიტეტული არ ყოფილა ქართული ინტერესი. ან იყო დასავლური, ძირითადად სოროსულ მასონური და ნოხს უგებდნენ სოროსი რო ჩამოდიოდა მიხეილ სააკაშვილი, შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინევანიშვილი. ყველაზე მეტად ბიძინევანიშვილი შეხვდა. და უფრო მეტი გააკეთა კიდე რომ ხელფასებს აძლევდა ფონდის შექმნას და სოროსის ფონდიაო ესო სინამდვილეში თუ ბიზნესი არიგებდა ხელფასებს ხალხს აძლევდა 3-4 ხელფას და თავის ჯიბიდან და სოროსის ფონდს აბრალებდა ამას ახლა შეთანხმებული თუ არ იყო სოროსთან ის ხო აკვირდებოდა რა ყველაზე მეტი როგორც იტყვიან გადახუტებული ბიზნესი ავანიშვილი აღმოჩნდა ამ სოროსთან ანუ ერთი პერიოდი იყო, როდესაც ფეხქვეშ ვეგებოდით ამ სოროსულ მასონურ ძალებს, ძირითადად დასავლურს, რომელსაც ვითომ ეხლა ებრძვიან და სოროსი ეხლაც არიღებს ხმას და მეორე ნაწილი, ნუ ესე იგი მეორე არის, როდესაც ვეგებით ფეხქვეშ ვთქვათ, არა სხვას ამ შემთხვევაში. მაგრამ ვითომ რუსეთი ამოღებული ნიშანში და სწორად გარაფერის არ არის მე ყოველთვის ვამბობ ერთ რამეს რომ მე მესმის იმ ადამიანების რომლებიც ებრძვიან ამბობენ რომ ამერიკას აკრიტიკებენ შეიძლება და სწორია მაგრამ მე არ მესმის იმ ადამიანების რომლებიც იგივე ადამიანები აკებენ რუსეთს ან არ ეხებიან საერთოდ მე მესმის იმ ადამიანების რომლებიც რუსეთს ლანძღავენ და ლანძღავენ კატეგორიული ტონით მაგრამ მე არ მესმის იმ ადამიანებს რომლებიც ამავე დროს ფეხქვეშ ეგებიან დასავლეთს ჩვენ ვამბობთ ქართული მხოლოდ ქართული გზაა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ქვეყნის გარეთ უნდა ვეძებოთ არა ფული და პატრონები არამედ უნდა ვეძებოთ მეგობრები
ეს არის მეცნიერთა კონგრესი, ეს არის მეცნიერთა კონგრესის პოზიცია. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს უნდა გადაიქცეს ქართულ ინტერესზე, სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედების სახელმწიფო. ყველანი მძიმედ შეხვდნენ. მახსოვს ზოგიერთ ტელევიზიაში იქ მეგობრები არიან ჩემი და ესე იგი სისხლითაც კი ვარ ზოგიერთთან დამეგობრებული, მაგრამ ჩვენ დამეგობრდით არა იმიტომ რომ ესე იგი რომ საქართველოს წინააღმდეგ გვებრძოლა, არამედ საქართველოსთვის გვებრძოლა. და არა იმიტომ რომ ერთმანეთი არ გვეკრიტიკებია, არამედ იმიტომ რომ საქართველოს დაგვეცვა. როდესაც მე ერთ ტელევიზიაში გამოსვლის დროს ეს თქვი, რომ ჩინეთთან გაგხელშეკრულება არის ძალიან საშიში მეთქი. იგი ამაზე ლამის ჩამქოლეს და ეხლა დღეს ძალიან ბევრი ვინმე მეკამათება. ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი, რომელსაც მე არნახული ინტერვიუებს ვაძლევდი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და იბეჭდებოდა ეს ასავალ-დასავალში და მე კვირის ქრონიკაშიც. ესე იგი, ეს ადამიანებიც კი ლაპარაკობენ რას ამბობთ ბატონო თემურ, მე დღეს მხოლოდ ნაწილს შევეხები ამ ბრძოლაში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ. საერთოდ ცუდია რომ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები თანამედროვე ესე იგი აი ამ თეორიებს არ კითხულობენ, რა ხდება მსოფლიოში. აი მსოფლიო მაგერ უკვე ამოღებული მაქვს ძალიან ბევრი მასალა და ეს რამდენიმე დღეა მუშაობ სერიოზულად, რომ გამოქვეყნდა სახელმწიფო დოქტრინები და სახელმწიფოებრივი უშიშროება. და ამაში წერია რომ არსებობენ ესე იგი რეალური სუვერენიტეტის მქონე, ანუ ეს ქართულად არ არის და ამიტომ თარგმნი პირდაპირ რეალური სუვერენიტეტის მქონე ესე იგი სახელმწიფოები, რომელიც და ამავე დროს არიან შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფოები. და ამ შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფოებს ეს არის ასე უწოდეს პირდაპირ არაკომპეტენტური სუვერენიტეტი. პირდაპირ წერია დოქტრინის ამოსავალი წერტილი არის კულტურულ გენეტიკური კოდი. ანუ რა ჩვენ გვიწერია იმაში, რა ქვია, დოქტრინაში, რომ ჩვენ ვეუბნებით, რომ გიგზავნით ამ დოქტრინას და ჩვენ ვართ ეს. თქვენ თუ გინდათ ეს ხალხი, აი ეს ვართ ჩვენ. თუ არ გინდათ, კი ბატონო. მაგრამ ასე ხო არ არის ლაპარაკი. გამოგზავნეთ იმათ შეკითხვები, გაუგზავნა პრემიერ-მინისტრმა ხელმოწერა სამტომად, ყველაფერზე თანახმავართ. ერთსქესიანთა ყველაფერზე თანახმავართ. დღეს გამოდიან და ლაპარაკობენ, რატო დაეთანხმეთ? ჩვენ რას გეუბნებოდით მაშინ? რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, სადაც წერია რომ აქ ვიწერია პირდაპირ ოჯახია მთავარი, რომ ქართული ტრადიციებია მთავარი ჩვენთვის, რომ ამისგან ღალატი არ იქნება, რომ მიწას არ ვყიდით, სხეულის ნაწილებით არ ვაჭრობთ. და რა ბევრი რამ, რომელიც ჩამოაყალიბეთ ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში, რომელიც ეწინააღმდეგება ძალიან ბევრ რამეს, რომელიც ევროკავშირმა მიიღო. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ღირებულებები და ევროკავშირის ღირებულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინას შევადგინეთ ევროპული ფასეულობების და ღირებულებების გათვალისწინებით და ვამბობთ, ქართული ღირებულებები, ევროპული ღირებულებები, ქრისტიანული ღირებულებები, მართლმადიდებლური ღირებულებები არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ძალიან დიდ დაპირისპირებაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან. ამიტომ ჩვენ უთხარით, რომ კი არ დაპირისპირდეთ ევროკავშირთან, თქვენ უთხარით, რომ აი ჩვენ ეს ვართ. თუ გინდათ მოდივართ ამ დოქტრინით. ვინმე განიხილა საერთოდ ეს დოქტრინა? შეეხო ამას? არავინ ხომ? ეხლა დღეს რეალობა ძალიან მძიმეა. და მოდით მე დღეს ამას ვერ ამოვწურო ამ თემას, მაგრამ ამზადებ ძალიან სერიოზულ მასალას, რომელსაც აი როგორც მოხსენებას გამოვიტან. ალბათ ეს ერთ-ორ დღეში არ იქნება, მაგრამ იმდენად ბევრი რამ არის გასაანალიზებელი და გული მწყდება იმაზე, რომ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნებაა ქვეყანაში და რომ ქვეყანა უარს ამბობს, ხალხიც უარს ამბობს მეცნიერულ აზროვნებაზე და პრიმიტიულ პოლიტიკოსებს დავსდებთ უკან. წიგნი რომ არა აქვს აკითხული. ეხლა ვინმე იკითხავს, რომ ეგეთი რამე რა თქვია, დააწერიეთ ბიოგრაფია პარლამენტარებს, საკრებულოების წევრებს, დასვით ცალკე დამოუკიდებლად მერხებზე დააწერიეთ თავის ბიოგრაფია. თუ 10 ბალიანი სისტემით ორიანს მიიღებენ, ორიანს. ჩათვალოთ თუ არა უშავს. ან კიდე ნახეთ ინტელექტის მდგომარეობა როგორ მდგომარეობაში ერთ.
და ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, ვერ გამიგია. კი გასაგებია, მე პირისპირდები ბევრი ინვესტორთან ვარი, მაგრამ მე მუშაობ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ მე ხალხს არ მინდა უღალატო. და მე არ მინდა რომ რაღაც ჩემი მოსაზრებები და აიგერ, მაქვს ამოწერილი უამრავი რამ. ვიდრე არ მოიხსნება და ასეთი ჩვენთან დამოკიდებულება ევროპა თუ ევროპა თუ რუსეთი, ამერიკა თუ რუსეთი, ეს არის აბსურდული. ამის უკან იმალება ჩინეთის გასვლა ყველაფერს სათავეში. როგორც იტყვიან ჩვენში დამკაში გავიდა, რუსეთი გადის დამკაში. ნუ ისა ჩინეთი გადის დამკაში. და მე არ გამორიცხავ, რომ ჩინეთი და რუსეთი შეთანხმებულია. ეხლა თქვენ იკითხავთ. კი, მაგრამ თქვენ საიდან ლაპარაკობთ ამას? აი მოდით, შევეხოთ. საბანკო საფინანსო სისტემას ვინ იგდებს ხელში? ჩინეთი. ამ დღეებში გამოქვეყნდა, რომ ჩინეთი ბანკი, გაზის ბანკი არის ჩინური. რომ ის ყიდულობს Liberty Banks. რა ბანკია Liberty Bank-ი? ხალხო დაფიქრდით, ადამიანებო დაფიქრდით. ნეტავი მე ამის თქმა არ მჭირდებოდეს და ნეტავი ესე იგი ყველაფერში ტყუილი ვიყო, რასაც ვლაპარაკობ. Liberty Bank-ში არის პენსიონერების პენსიები. ანუ პრაქტიკულად ყველაზე მეტი მომხმარებელი, ვისაც ყავს საქართველოში არის Liberty Bank-ი. მას ყიდულობს ჩინური ბანკი. ჩინური ბანკი ყიდულობს მას. ერთ კვირაში დამთავრდება ყველაფერი, ხპოსახტაცებითა სიხარულში, ასე იგი ამის ხელმძღვანელი ტელევიზია იმედის ხელშია და თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, რომ იცით კიდე რა არის, შიგნიდან რა არის ცნობილი? 480 მილიონი ხო არ ხო დააჯარიმეს თურქეთმა რომ უჩილა საქართველოს აი რიონის ხეობასთან დაკავშირებით. ჩინეთს მიაქვს ეს ვალი. პირველ ეტაპზე ნახევარი მაინც და თვითონ იღებს რიონის ხეობას. ჩინეთი. ბატონებო, საქართველო არის კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში. არა ჩინელების გამო, არა ირანელების გამო, არა რუსების გამო, არა ამერიკელების გამო, არა ევროპელების გამო, არა არაბების გამო, ქართველი ჩინოვნიკების გამო, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. გავაგზავნებ კიდე ამ ესე იგი პირველი საბანკო საფინანსო სისტემა. ვინ იყო ამ დღეებში ჩამოსული ჩვენს ეროვნულ ბანკში? SWIFT-ის ალტერნატივა ჩინელებმა შექმნეს. რეალურად ისე მიყავს საქმე საქართველოს ხელისუფლებას, რომ SWIFT-დან ამოგვიღებენ და დავრჩებით ჩინურ სისტემაზე. ბანკების სისტემა აიღო ხელში, სხვა ბანკებსაც გაგუდავს რეალურად და იღებს ხელში ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, პენსიონერები ყველაზე დიდ ბანკს იღებს ამას და ყველაზე დიდ ხეობას და SWIFT-ის სისტემა. კარგით გავაგზავნებთ. სტრუქტურულ სისტემური ცვლილებებით, მე სალკე საკითხია დროში, როგორც ჩანს ისე ვერ განსაზღვრე. კულტურულ გენეტიკური კოდი ჩადო საქართველოში. 17 ჯერ გაიზარდა საქართველოში ჩინური ენის სწავლება. 17 ჯერ ჩინური ენის სწავლება. ჩინური კულტურის პროპაგანდა. ვინ ამბობს, რომ ცუდი კულტურა აქვს? ხარაგაულში ძაღლები აღარ არიან უკვე. რატომ ჩინელები ჭამენ მას და მათთვის დელიკატესიეს? ჩვენ სხვა კუდის ხალხი ვართ. სხვანაირად მომართული ხალხი ვართ. აი აგერ გითხარით, რომ ერთ-ერთი და შემდგომი პოლიტიკური თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩინეთი იღებს ხელში პორტის მშენებლობას, ჩინეთი იღებს ხელში ბანკს, სადაც პენსიონერები არიან, 5 ლარი რომ იცენ იმის დროს, არჩევნების დროს, ჩათვალეთ რომ პენსიონერების რა დღეში არიან პენსიონერები, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. გიხარიათ ბატონებო ეს?
ჩინეთს მევეუნები ყოჩაღი თქვენ იცით რომ საქართველო უფლის ეს ტერიტორია უფლის საჩუქარია წილხვედრი ქვეყანა ვართ აზია-ევროპის გასაყარზე ვართ აზია-ევროპის შემაერთებელი ვართ დავით აღმაშენებელი თქვენ უკეთსაც გსწოდნიათ ვიდრე ჩვენს ხელისუფლებაში დავით აღმაშენებელმა გეოგრაფია აქცია პოლიტიკად და საქართველოზე დღეს მუშაობს ჩინეთი რომ საქართველოს გეოგრაფია აქციოს ჩინეთის პოლიტიკად ჩინურ პოლიტიკად აქეთ ადიდეთ ბიძინევანიშვილი აქეთ ადიდეთ ეს ხელისუფლება კი ბატონო მე მართალი ვარ თქვენთან რომ ვამბობ იმას რასაც ხვები არ გელაპარაკებიან ნახეთ რა ხდება კავკასიაში ამერიკამ ძალიან სერიოზულად იმუშავა როგორც ჩანს აზერბაიჯანთან ჩვენ უკვე პირისპირდებით ყველასთან კავკასიაშიც ჩვენი ამოცანა იყო და ხონელიზის პროგრამას ჩვენ ზურაბ ხონელიზს იმიტომ უჭერდით მხარს რომ ერთიანი კავკასია კი არა ნაწევდება ყველა ძალიან იმან ერთადერთი კავკასიის ერთობა არ აწყობს არავის თელ მსოფლიოში იმიტომ რომ იციან ეს თუ კავკასია ერთიანია მსოფლიო პოლიტიკა იცვლება ამიტომ როგორ ხდება დღეს სერიოზულად ასაბუთებენ იმას რომ აზერბაიჯანის და თურქეთის ინტერესებში შედიოდა ხელისუფლების ცვლილება ირანში და რომ ირანზე დარტყმები განხორციელდა ძალიან ბევრი რამ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ირანი ჩვენი მეგობარია ამ ხელისუფლების იმათ ხელისუფლების ცვლილება უნდათ იქ სომხეთი და ასე იგი ებრაული სახელმწიფო ვერ არიან ერთმანეთში კარგად იცით თქვენ ეს ისტორიულია აზერბაიჯანმა მოძებნა და დიდი სამხედრო ურთიერთობები ჩამოაყალიბა ისრაელთან დააკვირდით კარგად წავიდა წინააღმდეგი ასე იგი უпроსორად ასე იგი ძალიან სერიოზულ გავლენას სომხეთში მიმდინარე პროცესებზე ახდენს დღეს საფრანგეთი ძალიან მალე სომხეთი და აზერბაიჯანი გახდებიან ევროპის ნაწილი ჩვენ დავრჩებით ჩინეთის ხელში, რუსეთის ხელში, ირანის ხელში, არაბული სახელმწიფოების ხელში თქვენ წარმოიდგინეთ SWIFT-ის სისტემა რო გაუქმდება უცხოეთიდან ჩვენები ფულს აქ ვეღარ გადმორიცხავენ გიღირთ თქვენ ხელისუფლების შენარჩუნებად ის 6 მილიარდი წამოიღოთ არაბეთიდან ასეთ გზას დაადგეთ და ჩინეთთან ის ხელშეკრულებას რომ მოაწერეთ ხელი თქვენ გიღირთ და თქვენ ამერიკას ადანაშაულებთ და ევროპას ადანაშაულებთ რა კურსი გაქვთ აღებული ხალხო რა შვებით თქვენ რას უშვებით ამ ქვეყანას თქვენ რას უშვებით ამ ქვეყანას გუშინ ძალიან სერიოზული 2-3 დღეა მეცნიერებთან ლაპარაკობდა მე როცა ვამბობდი ამ შეფასებებს და წარუდგინე მათ ჩემი ხედვა მითხრა არ გამოხვიდი ამ ტელევიზიით არ გამოხვიდე ესო ან ტელევიზიას დახურავენო ან შემოკლავენო მე ვამბობ ერთ რამეს რომ ჩვენ ტელევიზიაში აღებული გვაქვს მეცნიერთა კონგრესის დრო აქ ტელევიზია არ აგებს პასუხს ეს დრო ჩვენია და ტელევიზია ვერ შეეხება ამ ტელევიზიაში 80% გამოსვლები რაც არის ამ ხელისუფლების სასარგებლოდაა ეს მეცნიერთა კონგრესში თუ ვინმე რამეს გაბედავს და ყველა სხვა ოცნების ხელმძღვანელები გამოდიან გვენეტაძე გამოსვლა ესე იგი კვარაცხელიას გამოსვლა ესენი მე პატივისცემ გასხოვებულას და ესენი ძალიან სერიოზულად უჭერენ მხარს ხელისუფლებას და ამიტომ ეს ტელევიზია ძლიერი რომ აქ ყველანაირი მოსაზრების თქმა შეიძლება და პირიქით პროპაგანდა უნდა გაუწიოთ და ძლიერი უნდა იყოს და ხალხმა დაინახოს რომ ერთიც და მეორეც და ვიკამათოთ მე სიკვდილი მირჩევნია იმას გურწპელად გეუბნებით ამას რომ საქართველო რომ გახდეს დომინიონი რუსეთის, ირანის, ჩინეთის, არაბული სახელმწიფოების, სოროსულ მასონური წრეების, თუნდაც ამერიკის, თუნდაც ევროპის. ჩვენ ვამბობთ ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს.
თქვენ ვერც კი გვაქვს კარგად ჩვენ ზანგეზურის როგორ დაპირისპირებას გამოიწვევს ზანგეზური თუ განხორციელდა როგორ დაპირისპირებას გამოიწვევს რუსეთის ჩინეთის ამ არაბული დამსახელმწიფოების და დასავლეთის აი არ ამგონია მე ღმერთმაქნას ვწდებოდი მაგრამ არ ამგონია რომ კავკასიის სახელმწიფოებმა დაიწყეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა შიგნით სტადიონზე აზერბაიჯანთან დაკავშირებული რაც მოხდა რომ ქართულის წინა და დროშა როგორ გამოფინეს და რა დროშა გააგდეს ეს ძალიან მძიმე ნიშანი მივიღეთ ჩვენ ვისი ბრალია ეს ყველაფერი ხელისუფლება რომელსაც შეეძლო რომ შეეკრა თელი კავკასია ქვეყანა რომელსაც შეეძლო თელი კავკასია შეეკრა მსხვერპლი ხდება ყველაფერი იმისა რაც თელ მსოფლიოში ხდება დღეს და გვეუბნებით იმას ომი არ არისო და გვეუბნებით ომი თუ მშვიდობაო და ჩანაწერი მაქვს აგერ რა გამოთქმები გაქვთ ბატონებო ესე იგი რომ აი იგი კარგად გაიზიარეთ ესე იგი გამობენ იმას რომ ვთქვათ ომი თუ რა გვინდათ ომი თუ მშვიდობა ვის უნდა ომი მაგრამ თქვენ ადამიანი მოკალით თავისუფალი ადამიანი აღარ არის საქართველოში ხალხი არ წყვეტს საქართველოს პოლიტიკას პარლამენტი არ წყვეტს საქართველოს პოლიტიკას საქართველოს პოლიტიკას წყვეტს რამდენიმე ფულიანი რომელთა ინტერესი არის იმაში რომ მათი ფული გადარჩეს და მათ სიცოცხლე გადაირჩინონ ჩვენ გავხდებით გარანტი იმისა რომ თქვენი ფული გადარჩეს და თქვენ სიცოცხლე შეინარჩუნოთ მეცნიერთა კონგრესს მინდა შევთავაზოთ როცა დიდი შეკრება ჩვენ გავხდებით ეს გარანტი როგორ ნუყიდით ამ სახელმწიფოს როგორ შეიძლება ასე გაბატონება ჩინეთის საქართველოში ხალხო ყველა გზა ყველაფერი და თანაც როგორ აკეთებენ ნახეთ ორი ტუნელი გაიხსნა მაშინ როდესაც აი აგერ ახლა ხალხი ფიქრობს რა ორი ტუნელი ჩინელები აშენებენ ჩინელები კი არ აშენებენ ჩინელები ფულს იგებენ ჩვენ გვასესხეს ფული და იმ ფული ჩინელები აშენებენ და პატიმრები ყავთ ჩამოყვანილი აქ და პატიმრებს ამუშავებენ და ფულს იღებენ ჩინელი პატიმრები იღებენ 5-ჯერ 6-ჯერ 10-ჯერ მეც ვიდრე ჩვენი მაღალ პროფესიონალები და აჩვენეს ახლა რომ ორი ტუნელი გაიხსნა თვითონ კარგი საქმე გაკეთა რაც მეტი გაკეთება კარგია მაგრამ რაშვაში აქვს ჩინეთი რაშვაში აქვს ჩინური ფულია თუ რა არის ჩვენი სესხია ჩვენი შვილების გადასახდელია ეს ყველაფერი მაგრამ აი მაშინ როცა ეროვნულ ბანკში მიდის საუბარი იმაზე რომ ჩინური საგადასახადო სისტემა SWIFT-ი შეიცვალოს ამით თუ გამოგვაგდებენ ჩვენ SWIFT-დან და ყველაფერი მიდის იქეთკენ დღეს პრემიერ-მინისტრი გამოდის და მე რა ევროპა ჩვენ რა გვინდა ჩვენ გითხარით რომ არავინ არაფერს არ გაძალებთ როდესაც თქვენ ეთქვით აი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა ამაში წერია რომ ჩვენ არავითარი LGBT არაფერი არ გვინდა რომ გამოიტანეთ ეს და იძახით LGBT-ს რა შვაში აქვს LGBT თქვენ ის 10 პუნქტი რომელიცაა უნდა თქვათ რომ ამას ვიზიარებ ამას არ ვიზიარებ ქართველი ხალხი დაგიჭერთ ხარს ეს გვიწერია ჩვენ ამას დიდი მხარდაჭერა რა უნდა გაეკეთებიათ მეცნიერებს რომ ეს ჩაწერეს ყველაფერი ამ დოკუმენტში მე გეუბნებით რომ შემდგომი გადაცემისთვის ვიტოვებ იმას რომ ჩვენ დღეს გვაქვს შანსი რომ საქართველოს არ ნახულად გავარდეს წინ და საქართველოს მსოფლიოში გახდეს ერთ-ერთი კი არა ყველაზე წარმატებული ქვეყანა რომელი ისლანდია რომელშიც 15-20 წლის წინ ხალხი ტანჯვაში იყო ხალხი გამოვიდა ქუჩაში და თქვენს რომ და ქუჩაში დაწერა ხალხმა კონსტიტუცია და თქვენს თქვენი აღებული სესხები მოთხოვეთ თქვენი გაცემული სესხები მოთხოვეთ წინა ხელისუფლებებს ჩვენ ესეთი არაფერი არ ვიცითო რომელი შვეიცარია რომელი ჰოლანდია ამ გადაცემის დაწყების წინ ჰოლანდიიდან ველაპარაკა ჩვენი მეგობარი მეცნიერთა კონგრესის ძალიან საინტერესო წევრი ბატონ დავითი და მეუბნებ ერთ რამეს რომ ამდენი ქართველი და ამდენი საქართველოსდან წამოსული არა ქართველი ჰოლანდიაში ყველანი ერთად ვამბობთ მე აქ 10-15 წელია ვარ არ მინახავსო იცლება ეს ქვეყანა მოდიან სხვები და ეს მარტო ჰოლანდიაზე ელაპარაკი კატასტროფული მდგომარეობაა ბატონებო და ყველაზე მძიმე რაც არის და ჩემი სათქმელია მე მინდა რომ ვიმეგობრო ჩინეთთან მაგრამ მე არ მინდა რომ ჩინეთის ხელში იყოს საქართველო და თქვენ იტყვით რომ კი მაგრამ რა თუ რიონის ხეობა იქ გადავიდა თუ პორტი მათ ააშენეს თუ მშენებლობა მათ ხელშია
თუ ჩინელები მოდიან და ყიდულობენ არნახულა რაოდენობით სახლებს. ჩინეთის ერთი სოფელი უფრო დიდია ვიდრე მთელი საქართველოს მოსახლეობა. და ასე დროს მოდიან ისინი აქეთ. თუ ბანკს ხელში იღებს თავიდან ბოლომდე. ყველაზე თანაც რატო სხვა ბანკი არ უნდა, იმიტომ რომ იქ ისინი არიან და პოლიტიკა უნდა გაატაროს უკვე. და ამიტომ უნდა ის ლიბერტი ბანკი. რა მოგივიდათ ბატონო ბიძინა? გაფცვალეთ ყველასა და ყველაფერში? გაფყიდეთ ყველასა და ყველაფერში? ღირს თქვენი 2 თუ 3 მილიარდი თუ რამდენი მილიარდი დახარჯეთ საქართველოში იმათ რომ ასე მოიქცეთ ქვეყანას? ეს დავით აღმაშენებლის ქვეყანაა. ეს მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ამ ქვეყანაში კაცები დადიან კიდე. და თუ კაცები ვართ, თუ ქვეყანა გიყვარს, ეს ქვეყანა არავის ხელში არ უნდა ჩავარდეს. არც მილიარდერის, არც კუჩის ბელადის, არც რომელიმე სახელმწიფოსი. ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც იქნება თანამშრომლობის ტერიტორია ყველასთვის. ამას ჭირდება პოლიტიკა. ესაა პოლიტიკა. ჩვენ ამ გზით წავალთ. ვინც დაუჭერს მხარს დაუჭერს. ჩვენ გვირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი გვიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გვიკრავდნენ დაშს. ძიმე გამოსვლა გავაკეთე კი. ძალიან ძიმედ განვიცდი მე თვითონაც. მაგრამ მე სხვა გამოსავალი ვერ ვნახე. იქნებ თქვენ ნახოთ. გამარჯვებით ვიყოთ.